მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTV-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. ჩვენი შემდეგი ეპიზოდი იქნება საფრანგეთიდან, ქალაქის სენტ-ეტიენიდან, სადაც ჩვენი ზურიკო დავითაშვილი გამართავს ლიგა 1-ში განმავლელი პლეი-ოფის უმნიშვნელოვანეს ნახევარფინალურ მატჩს როდეზის წინააღმდეგ. დავასწრებით ამ მატჩს გაჩვენებთ ატმოსფეროს, რომლის შესაძლებლად ბევრი გსმენია და გვინდა თქვენი თვალითაც ნახოთ. მაგრამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას გთხოვთ გამოიწეროთ GeoTV-ის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი ზურიკო დავითაშვილი GeoTV-ის YouTube არხზე. წავედი. Tati. Tati. დღეს არ მივდივარ. მამასთან მივდივარ დღეს? მამა გოი. როგორ? მამა გოი. ეგრე უნდა დაიძახ, ხო? როგორ? მამა გოი. შვილიშვილა მამა გოი. მეგობრებო, დღეს ვქნება შედარებით მოგწერებული მატჩის ვლოგი. რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პლეი-ოფის მატჩები აქვს ზურიკოს და მისი სრული იყო, რომ ამ მატჩის კონცენტრირებული იყო, ახლა ჩვენ მის სრულს პატივიცით და მატჩისთვის მომზადებთ ვლოგს და პირველად მივდივარ ჯოფრე გიშარზე, სენტ-ეტიენის სტადიონზე, სადაც გაგვიგონო რომ ძალიან მაგარი ფანები ყავთ, ნახავთ ატმოსფეროს, ნახავთ სტადიონს და გათვალებიოთ სტადიონს. ასევე თამაშის შემდეგ იმედია ყველაფერი კარგად დასრულება და გავისაუბრებით ზურიკოს. ჩვენ თეთრად კი იქნება ჩვენი გენერალური მხარდამჭერი ნაბეღლავი, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება დღეს რომ დაგვეხმაროს შევიცოთ მინერალები და ენერგიებით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და ემოციებით დაუცლებით აუცილებლად. მოვედით სტადიონზე მეგობრებო, მამა გოლი. უნდა იყოს დღეს მამა გოლი? ხო, პოლიცია. ეს ამბებია სტადიონზე, ძალიან ბევრი ხალხია. დღეს ხავსა იქნება მთელი სტადიონი და ნახოთ დაგათვალიერებია ჯოფრე გიშარს შიგნიდან და გონია რომ ძალიან მოგვეწონება ერთად ატმოსფერო, მით უმეტეს დღეს როგორი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. მამა გოლი. ესეო დამიანა කියන დატიგოუნება. ეს შევიზეთ, ხა შევაკდა. მოხდებით. ბრასლები აი ადგილზე. ახლა გავალ ტრიბუნაზე და ნახავთ პირველ შტაბეჭდილებებს. სტადიონი საკმაოდ მაგარი. მალე უკვე ფეხბურთელების გახურებაზე გამოვიდა, მგონია რომ იკუხებს ტრიბუნა. ხშირად არის ამ სტადიონზე რომ ვერ ივსება, ბოლომდე იმიტომ რომ დისკვალიფიკაცია აქვს ტრიბუნებს, გიჟი ფანები ყავთ და ეს ბოლომდე გაივსება და ნახავთ ალბათ სულ ჯოფრე გიშარის ძალას. saison de la saison de verte. Il a été élu meilleur joueur.
le championnat par son talent. Une ovation s'il vous plaît, Jean-François Chardon sur l'économie d'Achille. Luan, le numéro 22, le meilleur joueur de l'année, Zorigo. Le numéro 7, Urban. იწყება მატჩი მალე. Ale! Match დაიწყო, ატმოსფერო იდეალური. ზურიკოს გადასცეს ჯილდო, რომელსაც თავად დაჯილდოებას ვერ დაესწრო, და ამ თამაშის მზადების გამო ლიგა 2 სეზონის აუგუსტ ფეხბურთელი და ასევე მის ეს სეზონის სიმბოლურ 11 წელში მოხვედრის ჯილდო. მოსაც თამაშის შემდეგ ჩვენ თვითონაც ვნახავთ. მატჩის მე-12 წუთია და 0-0 ჯერჯერობით არც ერთ გუნდს მომენტი არ ქონია. ესეც პირველი მომენტი 22 წუთზე. კონჩეტევა იყო კარგი, თუმცა კარგი პასი ვერ მიცეს ზუკას. კარგია, მცდელობა კარგია. პირველ ტაიმში გვინდა 2-3 მომენტი კიდევ აუცილებლად. და ერთი უეჭველი გავა. პირველი ტაიმი დასრულებულია, მეგობრებო, 0-0 სენტ-ეტიენს და როდეს შორის. ისეთი ტაიმი იყო, აი, მას განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, ერთი მომენტი ვითქონს, რომელიც კარგად ვერ დაარტყა და ვიმედოთ, რომ მეორე ტაიმში უფრო მეტი მომენტები ექნება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წარმომადგენელი კომპანია აჭარაბეთი და მადლობას ვუხდით მათ ჩვენი მხარდაჭერისთვის. ეხლა კი გადავერთოთ მეორე ტაიმზე და ვიმედოთ, რომ ზუკას უფრო მეტი მომენტი ექნება და ზოგადად გუნდს, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება, რომ დღეს სენტ-ეტიენმა მოიგოს. რათი რა სიტყვი პირველ ტაიმზე? რა სიტყვი პირველ ტაიმზე? რა სიტყვი პირველ ტაიმზე? თქვი რამე, თქვი? შემანემე. დაგანებო? აკამემე. მოგცე? შემანემე. ვერ მიხვდი რა არის? მიკროფონი თქვი? დავთამი. მიკროფონი. ესე ზუ. ზუ. ჰეთემას. ძალიან მაგარი ფანობა ხარ, აი ძალიან. კიდევ ერთი მომენტი მეორე ტაიმში პირველი რეალურად არ აქვს მომენტები გუნდს მეორე ტაიმში გურთი უჭირავს სენტ-ეტიენს თუმცა კარში დარტყავს ვერ ხერხებდა აი 70-ე წუთზე იყო კარგი მომენტი როცა ზუკა იყო ახოს კარტა თუმცა კარგად ვერ დაარტყა 20 წუთია 90 წუთი ამოწურამდე სრულდრომდე დარჩენილი და ფრერო მორჩეს ვერ პირდაპირ პენალტებია მინდა რომ მოიგონ პირდაპირ 90 წუთში ძალიან დიდი ნერვების თამაშია პენალტების სერია მატჩის დასრულებულია ძირითადად რომ 0-0 90 წუთი იწყება ყველაზე ნერვული პენალტების სერია პირდაპირ დამატებითი დროის გარეშე
როდეზე იწყებს პენალტების სერიას. რა გამაყურებელის ტვენაც გესმით. რა გამაზე რა. მაგარი დასაწყისია ეს ძალიან საჭირო პირველი პენალტი მოიგერია მეკარე. ზურიკო ურყავს, მიდი ზურიკო. მიდი ზუკა. მიდი ზუკა. Mamago! Midizuki! Ai lideri! Aigო პირველი პენალტი დაარტყა გაიტანა. რა გამასერა. Stasi. Stasi. Gol! Აბარა! 2-0 აბარა. ეხა კიდე რო აიღოს ამ მეკარემ არ ვიცი. სასაული იქნება. არა, გაიტანა. მიდი ბენო კარგი თამაში ქონდა და შეაგდე ხა. მიდი აბა შენ ისი. არა უშავს. კაია დამაჯერებელი. კაია. საჭირო 7 პენალტი, 7. რა ხდება, რა საჭირო იყო ძალიან. როგორ გაიტამთავრდებოდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან მაგარი დაურწყა რა. Bravo შენ გენაცვალე ბერნარო, ბრავო. ეხა ერთი გოლი და მოვიგებთ. ერთი გოლი გვჭირდება და მოვიგებთ. ოჩახ მეკარეს. მეკარე ურტყავს. მეკარე შეუძლია ხა გმირი გახდეს. მეკარეს ეხლა შეუძლია გმირი გახდეს.
იყო ბიჭო. რა ხდება? ხმა არ მივარი აქ. ნადევ ხო შეაგდე. ნადევ ხო შეაგდე. აქ ჭუბი აიწია, მაგრამ ნახეთ რა ჭუბი აიწია. ზუკა ამშვიდებს, ზუკა აშველებს. ესეც ასე მეგობრებო, მატჩი დასრულებულია, უდრამატულესი პენალტების სერია, რომელიც ნახეთ რა ხდებოდა. მეგონა თავიდან რომ მოიგო სენტეტიენმა, 2 პენალტი აიღო მეკარემ, შემდეგ ნახეთ რაც მოხდა, თუმცა საბედნიეროდ სენტეტიენი ფინალშია და დაელოდება უკვე ლიგა 1-ის ბოლო ტურს, სადაც გაერკო ანუსერ შეხვდება ნიცას პლეი-ოფის 2 მატჩიან დაპირისპირებაში სახლი გასვლა. ეხლა კი წამომყევით და ზუკას შევხვდეთ. აი მამა, დაუქნი ხელი მამას. დაუქნი. როგორ უქნი მამას ხელს? აკი მამიკო. მამიკო, მოდი შევიდე, მალე. ჩაიხუტე მალე მამას. ციო დაუკეტე. ვაიმე, მალე ჩაიხუტე მამას, ჩაიხუტე ჯერ მამას, ჯერ ჩაიხუტე მალე. ვაიმე, ჩემი ტკბილი. გოლები როგორ გაიტანა მამამ? სიგა. ამით, გადადიხდე კოსტა მიდე მე დავждეს მე ერთად. აი იყო ეს. აუ, ჩემი არ თქო. აი. დავიხალე იმენა. Merci. Bah vas-y toi. Allez, moi qui. I have no soul. Merci beaucoup. Merci. Thank you so much. Tachi. Let's keep in. You will play off, huh? Yeah, of course. Let's go to the Liga. Let's go. Bravo. Thank you. Allez, les gars. Allez. Vamos. მაგრია ატმოსფერო იყო დღეს ასე. როგორ თამაშზე ასე, ესეთი გიჟური პენალტების სერია. ყველაზე მაგარი პენალტების სერია 26 მარტის იყო. იმას არაფერი შეეძლება, მაგრამ აი დღეს რა იყო ეს 9 პენალტი. ხო, ეს უფრო ისეთი იყო რა ხო, ემოციური. და გამოსლიო ემოციური. ესეთი ემოციური პენალტების სერიასაც არ ვინახე. ასე უნებოდი ბიჭებს. ყველა სამი. იმიტომ ნერვიულობდნენ და თან ტრენერმაც მანამდე ისე თქვა რომ ერთად უნდა შევიკრათო და ვარჯიშობდით რა სხვათა შორის მთელი კვირა პენლებს აი როგორც თამაში უნდა დაარტყა ეგრე ვარჯიშობდით და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად გუნდი ხო მამი გაჩემანახე ვლაპარაკო პოლიცოთ აენა გაგის გუშინონებდი ციო პირდაპირ პენალტებია რატო გითხარი შენ მითხარი პირდაპირ პენალტების სერია იქნება თუ არ ხო ეს მამა გოლი მამა გოლი როგორ ყვიროდი დათი ასე მამა გოლი პირველ ტაიმი რომ მორჩა დათი იძახი всё მამა გოლია ფაფუო ეგონა რომ მორჩა თამაში ეხლა ველოდებით ოსერს და ხო მამა გოლი всё ეხლა სად მივდივართ ეხლა ფიაკი სახში მივდივართ ფია დოდის უნდა ჩამოს ფია ოსერთან თამაში კარგად გამახსოვრება ჯერ ნახოთ ხო ვინ იქნება რა ისე ამ ხო ყველაზე მთავარ ჯილდოცავ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჩაიბარა შენი ჯილდო გაიხარი მე ვიყავი შენ მაგირვათაც იქ დაჯილდოებაზე ერთად უნდა წავსულებოთ მაგრამ არ გამოვიდა სამწუხაროდ შემდეგ ბევრი იქნება ერთად ველოდებოდი ხდება
ესე რო გითხრა სიმართლე ისე ვიყავ ხა 50-50 რა. იმიტომ რომ მაინც ხა როგორ გადავედით როგორი ხო როგორ გადაწყვეტავდნენ. მაგრამ ეს გამოკანო ამას ხო ფანები ვერ იმაშვებოდნენ. ანუ ასე თქვა ვერ ხმას ვერ აძლევდნენ და ანუ ეს ფეხბურთელები ვაძლევდით ხმას. ჩვენთანაც იყო მოსულები, ანუ ჩვენ რო ვაძლევდით ხმას, ჩვენი თანაგუნდელისთვის არ შეგვეძლო რომ მიგვეცა. ეს მიეც. მე მივეცი ადელინი არის ტრუას ფეხბურთელებს მივეცი მე ხო. პირველი მე მესამე. ემოციურად უფრო დაიღალეთ დღეს თუ ფიზიკურად? ორივე. მაგრამ ემოციურად უბრალოდ. სეზონი ძალიან გრძელი გამოვიდა. ხო ჯერ გრძელდება და თან კიდე ორი თამაში დარჩენილი. ხა უკვე ვიცით რა ორი თამაში იქნება და ვისთან იქნება და რა რიცხვებში მე ნიცასთან თუ მოგვიწია, ნიცას ხო ფინალი აქვს სათამაშო. და ცოტა მერე იქნება. 3-4 დღით დაგვიანებით და თუ ნიცა არისო სავარაუდოდ მალევე იქნება რა 5 დღეში. ბოლოში რატო აურიეთ 4-დან 3 თამაში რო წააგეთ? გამოიფიქრეთ ფიზიკურად თუ რა იყო მიზეზი? ვერ გაიგე ფეხბურთია თან მე ხო იცი უფრო ანუ რაღაც ის მიღწევა უფრო ადვილია და შენარჩუნება რთულია და ეგრე იყო რა. ვიყავით ახლა მეორე ადგილზე. თითქმის ახალი ტრენერაც მოვიდა მაგის მერე. და ის ბოლო ვერ დავიჭირეთ რა ის ბოლო რაც იყო მე პლუს ტრამვას მივიღე იქ ბოლო ორი თამაში ვერ ვითამაშე. რა დაბრუნდი ესე მალე მეც მეწერა რომ მე სავარაუდოდ ახლა არ უნდა მეთამაშა ეს თამაშიც არ უნდა მეთამაშა. წინაც არ უნდა მეთამაშა და ანუ როგორც მითხრეს ვერ ვითამაშებდი მეც ისე ვიყავი რა ქვია. ტკივილებით და ეხლა ტკივილ გამოუჩენდი თამაშობ შეულებრივად. რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ესაა ეხლა სპორტსმენის ცხოვრება. იშვიათობაა რომ გახვიდე აი 100%-ით არაფერი არ გტკიოდეს რა. ძალიან იშვიათობაა. სულ რაღაცა გაწუხებს და სულ შენ თავს უნდა ასე ვთქვათ აჯობ. მოთხოვო ხო რომ მაგრამ რო გამოდიხარ მე ხო ის როგორია ფსიქოლოგიურად რაღაც გავიწყდება ხა რა თქმა უნდა ისე ტკივილი რო გქონდეს რომ არ შეგიძლია თამაში ეგ ფიზიკურად ვერ დაგავიწყდება. აი იქ მეორე იარუსე რომ შენი მაგარი გულშემატკივრები მიადადათ იყავს. რა თქმა უნდა ეგ ხა. Sorry. აჰა აი გაიგო. Sorry. სულ ჩემ გვერდზე არიან და ყოველთვის ანუ თამაშის წირო ხედავ ხოლმე იმენა ანუ ვიფსები რა. რაღაც სხვა ის გეძლება რა ქვია სხვა ენერგია გეძლება და შანსი არ არის ვერ დავინახო ხოლმე აი ამდენ ხალხში ეგრევე დავინახო ხოლმე საძია. იმიტომ რომ ხანდახან იცვლი ანუ არა ეს კონკრეტული ერთი ადგილი. დღეს თელი თამაში არ გაჩერებულა და გულშემატკივრობდა მამა გოლიც გაიტანა პენალტების სერიაში და არ ჩერდება არასდროს. არც თამაში არც ის აქტიურია. მომავალ ფეხბურთელი ალბათ. ხო? თუ მომუნდა რა, ვიცი თავის ნება რა. მაგრამ ბურთით, მამა ბურთი ხო გოლი ხო გიყვარს შენ? დათი უთხარი, გოლი გიყვარს? გიყვარს გოლი? ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვიდეო სენტეტიენიდან დასრულებულია, ხო დათი? ხო, აი სენტეტიენიდან დასრულებულია დათი ვიდეო. იმედია ისიამონით ატმოსფეროთი ზუკას კიდევ ერთხელ ულოცოთ პლეი-ოფის ფინალში გასვლას და წარმატებას უსურვებთ იმ გუნდის წინააღმდეგ, ვისაც შეხვდება. ემედია დაბრუნდებიან ლიგა 1-ში, გთხოვთ ჩვენი არხი გამოიწოდოთ, მოიწონოთ ეს ვიდეო, დაგვიტოვოთ კომენტარები, მიულოცოთ ზუკას კომენტარებში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება და შემდეგი ვიდეო საიდან იქნება მას ჩვენი ინსტაგრამის სტორიებიდან გაიგებთ. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე აბა კარგად.